დინარე ჰუდსონში, ქვედა მანჰეტენსა და ნიუ-ჯერსის სანაპიროებს შორის ვერტფრენის ჩავარდნის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ საჰაერო ხომალდმა, რომელიც კომპანია ნიუ-იორკის ვერტფრენებს ეკუთვნოდა, ქალაქის თავზე რეგულარული ტურის დროს მართვის კონტროლი დაკარგა. შედეგად დაიღუპნენ პილოტი და ესპანელი ტურისტები. ერთი ოჯახის 5 წევრი, მათ შორის 3 ბავშვი. სამი ზრდასრული და 3 ბავშვი იმყოფებოდა იმ ვერტმფრენის ბორტზე, რომელიც ცენტრალური აეროდრომიდან დაახლოებით დღის 3 საათზე აფრინდა. პირველადი ინფორმაციით დაიღუპნენ პილოტი და ესპანელი ტურისტები. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ვერტფრენი ჰაერშივე დაიშალა და ადგილობრივი დროით დაახლოებით 3 საათზე მდინარეში ჩავარდა. არიან თვითმხილველებიც. მხოლოდ ის დავინახე, რომ ვერტმფრენი ჰაერში იშლებოდა. შემდეგ უკანა ნაწილი მოსწვრა და ძირს დაეშვა. პროპელერი ჯერ კიდევ ჰაერში ტრიალებდა. მე ვიდეოც გადავიგე, როგორ ვარდებოდა ის წყალში. ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციასა და ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოში აცხადებენ, რომ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდება. ეს ბოლო დროს მომხდარი მორიგი გახმაურებული ავიაკატასტროფაა შეერთებულ შტატებში. ბევრი ახლა ეჭვქვეშ აყენებს ფრენის უსაფრთხოებას და ითხოვს რეგულაციების გამკაცრებასა და ავიაციის უსაფრთხოების ნორმების დაცვას.